ევროპაში იაფ მუშახელად ჩაყავდათ ხალხი. თვითონ რა სამუშაოებსაც არ კადრულობდნენ, მაგ სამუშაოებისთვის ჩამოყავდათ იაფი მუშახი. აი ეგ მიგრაცია მივიდა იქამდე, რომ დღეს უკვე მაგალითად ნიუ-იორკის მერი გახდნენ. უკვე იმდენად პოლიტიკური გავლენები მოიპოვეს, რომ ქალაქის მერი ხდება, საერთოდ უკვე მთავრობაზე იქაჩება. ადგილობრივი რა სამსახურში არ კადრულობს, მაგისთვის ჩამოყვანილმა ხალხმა ტენდენცია იქამდე მივიდა, რომ უკვე ხელისუფლებაში მოსვლის ბუნებრივი პროცესი. საქართველოში ქართული ოცნება რას ახერხებს? პირდაპირ ბატონებად ჩამოყავთ. აქ პირდაპირ ბატონი ჩამოყავთ ფულიანი, ანუ პირდაპირ ვიღაცას რომ დაემორჩილონ მაგისთვის ჩამოყავთ რა. ევროპას ნუ შევადრით, კაცო, ევროპას ესეთი სისულელე არავის არ უქნია. ეს არის უპრეცედენტო, ეგეთი რამე არავის არ უქნია. ყველგან სადაც მიგრაციის პრობლემები ხდება, შეგვიძლია რაღაც შევხედოთ და არ გავიმეოროთ ის შესწავლები, მაგრამ არათუ ჭკუას არ ვსაუთ. იმათზე მეტ სისულელეს ვაკეთებთ შენი მოქალაქე, რომ იმას მოემსახურება. შენი ადგილობრივი რომ მისი მოსამსახურე გახდება. მასეთ რაღაცას აკეთებს, ხო? იმის მოსამსახურის სამუშაო ადგილი გაჩნდება. არაბის შეიხის მოსამსახურე იქნება. 7 დეკემბერს 16 საათზე. აქცია არაბიზაციის წინააღმდეგ.